ბორგირი და დიმუ არ არიან პიტები. ესენი არიან ამერიკული სტაფორდშირული ტერიერები. ხო და დღეს განვიხილოთ ამერიკული სტაფორდშირული ტერიერები. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიში მე ყველაზე მეტად მიყვარს. თუ რატომ ეხლავე ჩამოგითვლით. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ ეს ჯიში არის კომპანიონი ჯიში. ანუ არ არის არც მეძებარი, არ არის არც მუშათა კლასის წარმომადგენელი და ეს შემთხვევით ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ მე მიყვარს სახლში კომპანიონი ძაღლები. მეორე, იწვრთნება არაჩვეულებრივად. ძალიან მაგრად და პრინციპში ფაქტი სახეზეა. მესამე, არის ფიზიკურად ძლიერი ჯიში და ჩვენს რეალობაში, საქართველოში, თბილისშიც გარეთ რო გადიხარ ძაღლის გაყვანის გეშინია, იმიტომ რომ ვიღაც უნდა გამოუვარდეს, ვიღაცა უპასუხისგებლოს აშვებული ძაღლი ან რაიმე მსგავსი და ღმერთმა იცის რა მოხდება. ნუ გარკვეულ დონეზე დაცულად ვართ, იმიტომ რომ თავის დაცვა შეუძლია თან ძალიან კარგად ამ ჯიშს. მეოთხე, გიждდები ამათ ვიზუალზე. აი ამას შეხედეთ. აი ეს ვიზუალი მე მადმობს და არ ვიცი. ნახეთ რა ამას. მეხუთე, მიყვარს მათი ტემპერამენტი. ბორგირ, ნახე. ხო, ცნობისთვის სანგვინიკები არიან. მეექვსე, მათი ბეწვი ისეთი რთული მოსავლელი არ არის, როგორც მაგალითად ჰასკის, ლაბრადორის, გოლდენ რეტრივერის და სხვა ჯიშების. მეშვიდე, პირით დორბლიანის საერთოდ არ აქვთ, მუდამ მშრალი პირი აქვთ. რაც ყოველდღიურობაში მერწმუნე ძალიან დიდი კომფორტია. მერვე, ასევე ძალიან მომწონს მათი ზომა. არც კავკასიური ნაგაზივით, თუნდაც გერმანული ნაგაზივით დიდები არ არიან და არც ჩიხუახუასავით და მაგალითად იორკივით პატარები. ანუ ეს გემრიელი ძაღლის შეგრძნებები აქვთ რა. მეცხრე, იმის და მიუხედავად რომ ეს ლოკოსავით დევს არიან სუპერ სპორტულები და სხვადასხვა გეტყვით ბარემ რომ პარკური, ძაღლ პარკური ფაქტიურად სტაფის შექმნილია. ხო, არ მოგეჩვენათ, შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ ტრეტი და ნახავთ როგორ პარკურობს. და მეათე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ცხოვრებაში არ მინახავს ჯიში, რომელიც სტაფივით ერგება პატრონს, ერგება მის ყოველწამიერ ემოციას, მდგომარეობას და მე არ მინახავს ჯიში, რომელიც ასე ადაპტირდება თავის პატრონზე. თუმცა, მაინც გეტყვით რომ დამწყები ადამიანებისთვის სტაფი შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს. ხო, ცოტა თავისებურად რთული ჯიშია რა.